კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა და როგორც უკვე გითხარით, ჩვენ რიყის პარკში ვართ. ხედავთ, რომ კარგ დროს ვატარებთ და ჩვენ ერთად არის აქ გრინჩი, რომელმაც მოიპარაშობა ახალი ძალი, აგერ არის თოვლისმობა, რომელიც ცდილობს რომ დაიბრუნოს ეს ყველაფერი და ნიკა მოგვიყევი კიდე რა ღონისძიებებია და რითი ერთობიან აქ ბავშვები. მადლობა გრინჩი. ღონისძიებები უამრავი გვაქვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუნდაც ავიღოთ ეს ფაქტი, რაც ახლა აქ ხდება, პარკურის და რაღაც საოცარი შოუ, ექსტრემალური სახეობათა მონაწილეები, აი რასაც ესენი აკეთებენ, ახლა ნამდვილად საინტერესოა, სანახაობრივია, სხვათა შორის რამოდენიმე დღის წინ კალაბურთის ფარიც გქონდა აქ, სადაც შეგეძლოთ მოსულიყავით და გენახათ ის ლამაზი ჩატენვები, რასაც მხოლოდ NBA-ში ნახავს მაყურებელი. ასევე არის ჩვენი იმედის დილაში 10 საუკეთესო ჩატარება. კი, ვიცი, უყურებ ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ ყველაზე კარგი გადაცემა საქართველოში. გაიხარეთ. კიდევ არის მხიარული სტარტები, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, ანუ მე, შენ, ატარა ბავშვებს შეუძლია მობრძანდეს და გაერთოს რაღაც უნიკალურ დონეზე. რაც თავარია და ძალიან კარგია, ჯანსაღი ცხოვრების წესით არის ეს ყველა გართობა, ესეთი სწორედ ამიტომ არის ეს ყველაფერი შექმნილი, აქ არის სპორტული და გასართობი ღონისძიებების ლოკაცია, ესე რომ ვთქვა. აი მე მხიარულ სტარტებზე მინდა ვთქვა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მობრძანდეს და გაერთოს ისე დონეზე, რომ წარმოუდგენლად მთელი ცხოვრების განმავლობაში დაამახსოვრდება. შეგიძლიათ აქ მობრძანდეთ და ნახოთ პატარა ცხენუკები. მე ესე ვეძახი პონებს, პატარა ცხენუკები არიან, იმიტომ რომ არც ცხენია, არც ის არის, ვერ გავიგე რა ჯიშია. პონი საკმაოდ საინტერესო, ლამაზი, მშვიდი ცხოველი, რომელიც არავის არაფერს არ ერჩის, შეგიძლიათ მობრძანდეთ, მოეფეროთ და ისიამოვნოთ მასთან გატარებული დროით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი 7 იანვრამდე იქნება, ამიტომ აუცილებლად თუ აპირებთ მოსვლას 7 იანვრამდე უნდა მოხვიდეთ, კარგ დროს გაატარებთ ძალიან და კიდევ მე მინდა ვთხოვო ჩვენს წამყვანებს, ვინც ახლა სტუდიაში სხედან, მობრძანდით და მე აქ ვარ. ხიარული სტარტები ვითამაშოთ ერთად და მე მოგიგებთ. ნახოთ, აბა ვინ გაიმარჯვებს. ნახოთ. ჩვენ საუკეთესო სურვილებით დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და დამდეგშობას და შევიკრიბოთ აქ რიყის პარკში. რიყის პარკში, კარგად ბრძანდებოდეთ. ძალიან დიდი მადლობა. ნიკასგან გამოწვევა